დავიწყო. მე წარმოგინდეთ საჯელახსოვრების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის გაგამ კურნალიძის განცხადებას. იცით რომ მე ვარ გაგამ კურნალიძის ადვოკატი, რომელიც ამ განცხადებაში საუბრობს იმაზე, თუ როგორ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და მუხარები პროკურატურის მხრიდან. კერძოდ ეს მუხარები ეხებოდა, რომ მას უნდა მიეცათ სრულჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. კერძოდ მას მოთხოვეს, ბაჩანახალაია წინამდე მიეცათ სრულჩვენება, წინამდე შემთხვევაში დაემუქრან იმით, რომ მას წაუყენებდა ახალ ბრალდებას. მან უარი განაცხადა ამ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც რამოდენიმე კვირის უკან მას დაუმზემდა ბრალდება. ასევე გაგამ კურნალიძე სულ საზოგადოებას პირველად უთხრას იმ ფაქტის შესახებ, რომ ის არის ერთ-ერთი მოწმე ყოფილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმეზე, სადაც მას იძულებით და მუხარით მიაცემინეს სრულჩვენება ადეიშვილის მიმართ. ეს განცხადება არის მისი ხელმოწერილი და მას სურდა ეს ყველაფერი ეთქვა სასამართლო პროცესზე, თუმცა მიაჩნია, რომ აი სიმართლის გადადების თქმის გადადებას აზრი არ აქვს და საზოგადოებას უნდა ამ ფაქტის შესახებ დღესვე აცნობს. დანარჩენ დეტალებზე კოლეგები მოგახსენებენ. ციხის საქმეზე. ეხლა გავუცანე კონსტიტუციული. არ არის ჯერ არ არის ჩანიშნული. მოგესალმებით. შეიძლება? კი ბატონო, ცოტა შორიდან დავიწყებ. თავის დროზე, როდესაც ადეიშვილს ბრალი წაუყენეს ამ ეგრეთ წოდებულ ციხის საქმეზე, საქმე ეხება მტკიცებულებათა გაყალბებაში. თქვენ რა უწევთ არ შეიძლება, მე არ მაქვს მეტი ხმა და მაქსიმუმი ეს არის. ყველას ესმის და მოინდა თქვენ არ გესმის კაც. აი, ცოტა ვიყურებთ. კარგით. ვეცდები, ოღონდ შემო მე დავუკლო თავისთავად, რა ხარ, მავიწდება ხოლმე. როდესაც ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს დაუსრებლად ამ თემაზე ციხის საქმე მოქმედებაში, მაშინ ჩვენ კომენტარზე გთხოვდით, საკმაოდ სიტყვაძუნწები ვიყავით იმის გამო, რომ როდესაც გავეცადით მასალებს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაგვება და პირველ რიგში ეს ეხებოდა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც არსებობდა ადეიშვილის წინააღმდეგ, ორი ძირითადი მტკიცებულება გახლავთ ეს არის ერთი ჩხატარაშვილის ჩვენება და მეორე გაგამ კურნალიძის ჩვენება. თავისთავად კურნალიძის ჩვენებას ჩვენ არ განვიხილავდით როგორც რაიმე სერიოზულ მტკიცებულებას, იმიტომ ეს იყო გადმოცემული მესამე პირისგან და არა უშუალოდ თვითმხილველისგან. ეს ჩვენი გამოძიების მოცემულ შემთხვევაში ამ საქმეზე არის ერთი დიდი ხარვეზი, რომელსაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიაჩნდა ეს ჩვენება, თუმცა კიდევ ვიმეორებ. ეს ჩვენ შემოვინახეთ სასამართლო პროცესისთვის და ამიტომ მედიასთან არ ვიყავით ჩვენ სიტყვა უხვები და ვცდილობდით მაქსიმალურად ეს ამ დეტალებზე არ გვესაუბრა, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ, საშინაო დამუშავებები გქონდა ჩვენ იმისთვის, როგორ უნდა ეს ჩვენებები გაგვექარწყლებინა პროცესზე, განსაკუთრებით ეს ეხება დავით ჩხატარაშვილის ჩვენებას, რომელიც ძალიან ბუნდოვანია, ხა შემიძლია გითხრათ, რომ არაფერს კონკრეტულს ის ადამიანი არ იძახის, არის მინიშნებით საუბარი და გამოძიების ძალიან დიდი მინუსი და ხარვეზი, კიდევ ვიმეორებ, ეს პროფესიული ხარვეზი, თუ აქვს სხვა რაიმე არ იმალება და შეგნებულად არ არის ეს გაკეთებული, რომ არ ჩაეძია გამოძიებელი და რაღაც დეტალები არ დააზუსტა. მას შემდეგ რაც ჩხატარაშვილი დაკავებული იქნა და მისი აღკვეთი ღონისძიების განხილვის დროს მან უარყო ეს ჩვენებები და თქვა, რომ საერთოდ ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ქონიაო და ეს გუშინდელი ფაქტი, რომელიც დღეს გახდა საყოველთაოდ ცნობილი გაგამ კურნალიძის განცხადება, რომ მას ზეწოლით ჩამოართვეს ჩვენებები, ჩვენ გვაძლევს საფუძველს უკვე დავაჩქაროთ ეს მოვლენები და ალბათ ჩვენ გადავდგავთ იმ ნაბიჯს, რომ მოვთხოვთ პროკურატურას, რომ უარი თქვას ბრალდებაზე რაც შეიძლება მალე. ეს არის და ეს ამ ეტაპზე. ჩვენ გავცხოვოთ იმები. კი. არის. წინა სასამართლოს თქმა გაიარა და არსებით განხილვა. ველოდებით არსებით განხილვას უვარდოთ. მოგესალმებით, ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ორი მტკიცებულება და ამ ორ მტკიცებულებას ეყრდნობოდა მთელი საქმე. ერთი იყო დავით ჩხატარაშვილის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესზე უარყო, როგორც ბატონმა გოჩამ განაცხადა. მეორე ეს იყო გაგამ კურნალიძის ირიბი ჩვენება, რომელიც ასევე უარყო გაგამ კურნალიძემ, როგორც ზეწოლის და მუხარის ქვეშ მიცემული ჩვენება. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ უკვე საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი უნდა შეწყდეს მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა.
რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები ეფუძნება 99% მოწმეების ჩვენებებს და არანაირი სხვა ფასეული მტკიცებულება ხელისუფლებას არ გააჩნია. ეს მოწმეები, როგორც ვხედავთ, ზეწოლის ქვეშ აძლევდნენ ჩვენებებს და მათი განცხადებები უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავახსენოთ, რომ ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში გადაავადა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა. ამ წესის მიხედვით მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ სასამართლოს წინაშე და არა გამომძიებლებისა და პროკურორების კაბინეტებში, სადაც როგორც ჩვენ ხედავთ და არაერთ საქმეში დავინახეთ ჩვენ მსგავსი ფაქტი, რომ მოწმეებს ამუშავებენ, მასზე ახდენენ ზეწოლას, მათ ემუქრებიან და შესაბამისად იღებენ მტკიცებულებებს საქმეების შესათითხნად. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ასე გაგრძელება, ასე მუშაობა და პროკურატურის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად არის დაუშვებელი. საქართველოს პარლამენტს მოუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ აამოქმედოს მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი და შეწყვიტოს საქართველოს პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა მოწმეებზე ფსიქიკური ზემოქმედება, მათზე ზეწოლა და მუქარა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, ესეც ირიბად უკავშირდება იმ თემას, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, როგორც მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ იქნა გამოყვანილი სასჯელ ასრულების მეცხრე დაწესებულებიდან იმ მიზნით, რომ მასზე განხორციელებულიყო ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი. ეს დანაშაული, რომელიც მდგომარეობს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და შესაბამისად მოწმეებზე მუქარასა და ზეწოლაში, იქნა მიჩქმალული ხელისუფლების მიერ. თვეზე მეტია გასული მას შემდგომ, რაც აღნიშნულ ფაქტს ჰქონდა ადგილი და ბატონმა ვანომ გააკეთა ღია სასამართლოს სტომაზე განცხადება, რომელშიც დეტალურად აღწერა მისი გაყვანა. შემდგომ ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს იგი გაიყვანეს, მაგრამ მასზე ზეწოლა არ ყოფილა. იყო განცხადება, რომ 10 დღეში იშლებოდა კამერის ჩანაწერებით, თქვენ შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 10 დღეში იშლება. ახლა მოგვაწოდეს სხვა ვერსია, რომ თითქოს 24 საათში იშლება ციხის შიდა კამერები და გარე პერიმეტრის კამერები თურმე არ იშლება. და დიპლომატიურ კორპუსს კი ისინი არწმუნებდნენ, რომ საერთოდ ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს თვალთვალი და არანაირი ჩაწერა არ ხდება. ეს ურთიერთგამომრიცხავი აბსოლუტურად აბსურდული განცხადებები ცხადყოფს, რომ მერაბიშვილი ნამდვილად გაყვანილია ციხიდან და მასზე განხორციელებულია ზეწოლა. და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე თვალნათელია, გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დღემდე არ დაუწყია არც ერთ საგამოძიებო ორგანოს გამოძიება. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა, როდესაც არსებობს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, მასზე დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება. ისინი საუბრობენ რაღაც აბსურდულ მოკვლევაზე, რომელიც 2006 წლიდან ქვეყანაში უბრალოდ აღარ არსებობს, ესეთი საპროცესო მოქმედება და შემდგომ გადაერთვნენ რაღაც სამსახურებრივ შემოწმებაზე და თავიანთი გაყვანილი პატიმარზე თავიანთი თავი შეამოწმეს, გავიყვანეთ თუ არაო, რაც ერთის მხრივ არის ღიმილის მომგვრელი, როდესაც ესეთ აბსურდულ ვერსიას გაჩეჩებენ და მეორეს მხრივ არის ძალიან სახიფათო, ვინაიდან თუ მაღალი პროფილის პოლიტიკურ პატიმრებს, რომელთანაც ყოველი კვირის განმავლობაში საერთაშორისო დელეგაციები შედიან მოსანახულებლად და არის საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, თუ მას ასე მოექცევიან და შემდგომ ეს გამოძიების გარეშე ჩაივლის, წარმოვიდგინოთ თუ როგორი დაუცველია რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ ყავს
ამდენი თქვათ გულშემატკივარი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ეს არის ძალიან საგანგაშო შემთხვევა, თუმცა მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ამ საქმეზე აუცილებლად დადგება დრო, როდესაც საზოგადოება მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიტყობს სიმართლეს. დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ სტრასბურგში გაგზავნილ აპლიკაციას, რომელიც ეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობას, დავურთოთ თან ამ საქმის დეტალები და ამ საქმის მთავარი დეტალი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახლავთ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა, კანონის დარღვევა და შემდგომ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეთავაზება საზოგადოებისთვის. კონკრეტულად პროკურორის სასახელებს, რომელიც დაგამტნელზე განაცხადა თვითონ მას სასამართლოზე განაცხადა ამის შესახებ, რომელი პროკურორი იყო შესული მასთან. მადლობა. მოვჭით, კადრები აიღეთ. კი ბატონო. ციხის ეპიზოდი გულისხმობს შემდეგ რამეს. პროკურატურის ვერსიით ბორის ფარულავა და ლევან ფხალაძე, ეგრეთ წოდებული ბასტი და ბუბუ, შეგახსენებთ, რომ 7 ეპიზოდი წამება ჰქონდა წარდგენილი ბორის ფარულავას და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, პროკურატურასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და იმის ნაცვლად 15 წლის პატიმრობა მიესაჯა, იგი გაათავისუფლეს დარბაზიდან და დადასტურებულია, რომ ბედუკაძესთან ერთად ფარულავა და მისგან დამოუკიდებლად იღებდა ციხეში პატიმრების წამებას და ამ წამებას თავად ახორციელებდა. პროკურატურის ვერსიით ფარულავას და ფხალაძის მიერ პატიმრების წამება მოხდა არა მათი ინიციატივით, არამედ დავალებით. და ამ დავალებას ცდილობდნენ, რომ მიეწებებინათ ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისთვის. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები ამაზე არ საუბრობდნენ, იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი რაღაც მინიშნებები ადეიშვილზე და კურნალიძის ჩვენებაში 4ჯერ არის მისი გვარი ნახსენები, რომელიც ეწოლის ქვეშ არის მიცემული 4ჯერ არის გვარი ნახსენები, მაგრამ იგი პირადად ადეიშვილს არ შეხვედრია. და ერთი სიტყვით, საზოგადოებამ თავად უნდა იმსჯელოს, ბორის ფარულავა და ლევან ფხალაძე თვითონ აწამებდნენ პატიმრებს, რომ ეს ინფორმაცია გაეყიდათ ეს კადრები და ეყიდათ თავისუფლება, თუ სხვისი დავალებით აკეთებდნენ ამას. ეს თავად საზოგადოებამ განსაჯოს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ ბედუკაძე, ფარულავა და ფხალაძე. რა თქმა უნდა, ჩვენ წარუდგენთ ინფორმაციას ერთი, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩხატარაშვილმა უარყო თავის ჩვენება ღია სასამართლოს ხდომაზე, ხოლო კურნალიძემ განაცხადა, რომ ეწოლის ქვეშ აქვს მისცემული ჩვენებები, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს საქმე უბრალოდ არ არსებობს. დაუყოვნებლივ. მისი აღკვეთის ღონისძიების განხილვის პროცესზე. დიახ. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ჩატარდება და დადგინდება, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა და ზეწოლის შედეგად აქვს მიცემული ცრუ ჩვენება, მაშინ ბუნებრივია პასუხისმგებლობის დაკისრება სრული აბსურდია. ჩვენ ამ შემთხვევაში მე და ბატონი გოჩა მივმართავთ პროკურატურას, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ მათ უარი თქვან ბრალდებაზე, ხოლო კურნალიძის ინტერესს იცავს ბატონი რომეო საჯაია და შესაბამისად მიმართვებს, იგი გააკეთებს. თავად კურნალიძის განცხადებაშივეა მითითებული, რომ იგი სთხოვს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დაიცვან მისი უფლებები და ასევე დაიცვან მისი უსაფრთხოებაც. ვინაიდან იგი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ. მაგრამ კურნალიძეს შეხვდა რამოდენიმეჯერ პროკურორები საკითხის გარეშე. ყოველგვარი საქმე არ არსებობდა, პირადად შეხვდა. რა საქმეზე იყო ამოვიღოთ ფილები, რატომ შევიდა კონკრეტული პროკურორი, მაგრამ კურნალიძე რატო შეხვდა. როცა არცერთ საპროცესო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.
დავასრულეთ, ხო? მადლობა დიდი.